ანდერლეხტის მცხოვრებნი შოკში არიან მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს მეტროს სადგურთან კიდევ ერთი სროლა მოხდა. ეს გასულ დღეებში მეტროს სადგურებთან სროლის მეოთხე შემთხვევაა. ამ ადგილებში მცხოვრები ადამიანები შეშინებულები არიან. როგორც კი დაღამდება, ასე საღამოს 8 საათისთვის ჩვენ ვეღარ ვბედავთ გარეთ გასვლას ბრმა ტყუის მოხვედრის შიშით. მაშინაც კი თუ ეს ჩვენ არ გვეხება, თუმცა რადგან მათ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ, ჩვენ საფრთხეში ვექცევით. ასე რომ ჩვენ რეალურად მივმართავთ მთავრობას დახმარებისთვის, რადგან ძალიან ვღელავთ. ბრიუსელის პროკურატურის ცნობით, საღამოს 22 საათსა და 25 წუთზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორიიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შესახებ შეატყობინეს. მისვლისთანავე პოლიციელებმა დაზარალებული ფეხში დაჭრილი ნახეს. ბავშვებიც კი მეუბნებიან, რომ გარეთ ფრთხილად ვიყო. აქ ანდერლეხტში ხალხს კალაშნიკოვები და პისტოლეტები აქვთ. საქმე სერიოზულადაა. გუშინ ღამითაც დავინახე, როგორ მოძრაობდა პოლიცია. ასე რომ იმედი მაქვს, რომ დამნაშავეს მალე დააკავებენ. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავემ მოძრავი ელექტროსკუტერიდან ერთი ტყვია იცროლა, სანამ მიიმალებოდა. მსხვერპლმა სწრაფად მოახერხა სამშვიდობოს გასვლა, ხოლო გადაუდებელმა სამსახურმა მას დახმარება გაუწია, სანამ დაკითხვაზე გადაიყვანდნენ. ეს ფსიქოზია. ნებისმიერ შემთხვევაში სად არის პოლიცია? მე ვიძახი, რომ ქუჩაში ჯარი უნდა გამოვიდეს. ფიქრობ და ვბედავ კიდეც ამის თქმას, რომ ქუჩაში ჯარია გამოსაყვანი, რადგან წესრიგია დასამყარებელი. იქნება ეს პეტერბურგში, კლემსა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. გამოიკვეთა რამდენიმე თვითმხილველი. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია. ძალისხმევის მიუხედავად დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, ხოლო თავდამსხმელი ჯერჯერობით არ არის დაკავებული.